მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ საუბრის სივრცის ეთერში იმყოფებით. მე ქრისტინე ვარ და დღეს ჩვენი გადაცემის თემა იქნება რეგიონალური ხმის ისტორია. ქვემო ქართლი ეს არ არის მხოლოდ გეოგრაფიული რეგიონი. ეს არის სივრცე, სადაც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ისტორიული, კულტურული და სოციალური ამბებია წარმოსახული. აქ ყოველდღიურობა აერთიანებს ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და სხვა კულტურებს და სწორედ ამიტომ მედია საშუალებების როლი განსაკუთრებულია. ზოგი მათგანი ქმნის კომუნიკაციის პლატფორმას, ზოგიც ჩართულია საზოგადოების გაძლიერებაში. ზოგი კი უბრალოდ ცდილობს მიაწოდოს ინფორმაცია მაქსიმალურად მიუკერძოებლად. ქვემო ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტმა, მაგალითად როგორიც არის ბოლნისი და ბარდეული, შექმნა ისეთი მედია საშუალებები, რომლებიც არა მხოლოდ ამბებს ავრცელებენ, არამედ ჯანსაღ დიალოგებს ქმნიან. ახლა კი გადავიდეთ თითოეული მათგანის ისტორიაზე და ფუნქციაზე დეტალურად, რომელ რეგიონში, რომელი და როგორი მედია საშუალებები არსებობს. ბარდეულის რადიოზე მინდა ვისაუბროთ პირველ რიგში. ამ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ემოციურად ზემოქმედებადი მედია საშუალებაა. მისი შექმნა არ ყოფილა შემთხვევითი. ეს იყო პასუხი მოთხოვნილებაზე, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას და განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაზე არსებობდა. საჭირო იყო პლატფორმა, სადაც არავინ დარჩებოდა შეუმჩნეველი. ბარდეულის რადიო არსებობს 2000-იანი წლების დასაწყისიდან, როცა სახლში და საგარეო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებმა მკვეთრად გაამწვავეს ინფორმაციის საჭიროება რეგიონში. თავდაპირველად, როდესაც რესურსები ძალიან მწირად იყო, რადიომ შეაგროვა პატარა ჯგუფი ახალგაზრდა ჟურნალისტებისგან და აქტიურად დაიწყო საქმიანობა ონლაინ სივრცეში. იწერდა ადგილობრივ ამბებს, ჩარტვებს და ონლაინ სტრიმინგებს აკეთებდნენ. პირველი წლისთვის მთავარი საქმიანობა იყო ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელება ინტერნეტით, რადგან სამაუწყებლო ლიცენზია ჯერ არ ჰქონდათ. რადიოს მიზანი არასდროს ყოფილა მხოლოდ თანმხლები მუსიკის გაშვება, იგი ყოველთვის ინფორმაციას აწვდიდა თემს, ისეთ თემებზე, რომლებიც სხვა მედიის საშუალებებით არ შუქდებოდა. ადგილობრივი პრობლემები, კულტურული მოვლენები, ახალგაზრდების პროგრამები და ეთიკური საკითხები. ბარდეულის რადიო აქტიურად მონაწილეობდა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროცესებში და ცდილობდა მოსახლეობის ჩართულობა მაქსიმალურად მეტი ყოფილიყო სამოქალაქო აქტივობებში და ეს დღესაც ესე არის. ბარდეულს თავისი, ასე ვთქვათ, ეს ნიშა არასდროს შეუცვლია. ბარდეულის რადიო იყო და არის ქვემო ქართლის ხმაურიანი ხმა, რომელიც აერთიანებს თემს და აძლიერებს მათ, რათა მათი ხმა სხვადასხვა ინსტანციამდე იქნება პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი, სწრაფად და ზუსტად იყოს მიტანილი. ეხლა კი გადმოვიდაცვლოთ ბოლნისის რეგიონში. ბოლნისში, როგორც ბევრ ქართულ რეგიონში, მედიის განვითარება დაიწყო საბჭოთა პერიოდში, როცა ყველა მედიას აშენებდა ცენტრალური ტელე და რადიო მაუწყებლობა. სახელმწიფო კონტროლით, რომელიც აწყობდა მხოლოდ ერთპიროვნულ და ერთგვაროვან ინფორმაციას. საბჭოთა პერიოდში რადიო იყო ერთ-ერთი მთავარი საშუალება, რომლითაც მოსახლეობა იღებდა ინფორმაციას ამბებზე, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ პროცესებზე. მაგრამ ეს ინფორმაციები ყოველთვის ძალიან კონტროლდებოდა. საბჭოთა მედია თითქმის მთლიანად იყო სახელმწიფოს კონტროლ ქვეშ, მკაცრად რეგულირებული და ერთმანეთთან დაკავშირებული არხები თხრობდნენ მხოლოდ იმ ნარატივს, რასაც სისტემა მიაწვდიდა. ამ პერიოდში დამოუკიდებელი ხმარი კრიტიკული გამოთქვები თითქმის შეუძლებელი იყო, რადგან მედია ითვლებოდა იდეური ერთიანობის ინსტიტუტად და ინსტრუმენტად. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბოლნისის მედია იწყებს სხვანაირად განვითარებას, პატარა ბეჭდვითი და ადგილობრივი ტელე და რადიო საშუალებები ჩნდება, რომელთა ძირითადი ამოცანა იყო ადგილობრივი თემების გაერთიანება და ინფორმირება. დღეს ბოლნისის მედია სივრცე მოიცავს ადგილობრივ გაზეთს, ტელეკომპანიებს და რამდენიმე რადიო სადგურს. მაგალითად, გაზეთი ბოლნისი, რომელიც აქტიურად აშუქებს ადგილობრივ ამბებს, სამაუწყებლო კომპანია ბოლნელი და რადიო ბოლნელი 107 და 3, რომლებიც არეგულირებენ თემის ყოველდღიურ ინფორმაციას. ახლა კი მინდა გესაუბროთ ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ მედიაზე, ქალთა რადიოზე ბოლნისში, რომელიც ახალი ხმა არის და ახალი მისია არის. ქალთა რადიო არის ბოლნისში შექმნილი მედია, რომელიც განსხვავდება სხვა რადიო საშუალებებისგან თავისი სპეციფიკური მისიით და იდეოლოგიით.
ქალთა რადიოს მაუწყებლობა დაიწყო 2021 წლის იანვარში. ამ რადიოს დაფუძნებას ხელმძღვანელობდა ქალთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია ქალი და სამყარო, ქალთა გლობალური ფონდის მხარდაჭერით და საუბრის სივრცეში ყავდა ქალბატონი მარიკო ციქორიძე მოწვეული, რომელმაც ზუსტად დაბადებიდან დღემდე როგორ დაიბადა ქალთა რადიო და როგორ აგრძელებს დღეს ის მუშაობას, ამ ყველაფერზე დეტალურად ისაუბრა. რადიო ვივი შეიქმნა იმ ველზე, სადაც საზოგადოებაში ხშირად უგულებელყოფილია ქალები, გოგონები და მათი ხმა. მისი წამყვანი მიზანი იყო რადიოს მიზანი იყო ქვეყანაში არსებული კულტურული და ენობრივი ბარიერების გადალახვა და ქალთა განათლების უფლებებისა და შესაძლებლობების გაძლიერება. რადიო აერთიანებს ახალგაზრდულ გუნდს, რომელიც სხვადასხვა თემას აშუქებს, როგორიცაა დისტანციური სწავლება, ქალთა უფლებები და სოფლად მცხოვრები ქალების წინაშე არსებული გამოწვევები. რადიო ვივი არ არის უბრალოდ რადიო, ეს არის პლატფორმა ცვლილებებისთვის, გაძლიერებისთვის და ახალ შესაძლებლობათა შექმნისთვის ბოლნისის და ქვემო ქართლის ქალებისთვის. და ბოლნისში კიდევ ერთი მედია გაჩნდა, საიდანაც ახლა თქვენ ჩემი ხმა გესმით, საუბრის სივრცე და საუბრის სივრცე მართალია ჯერ ახალი მედია არის, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მედია და ჩვენი ეს პატარა პლატფორმა მალე გადაიქცევა იმ ძალად და იმ მედიად, რომელიც რეგიონში პრობლემების გაშუქებას, პრობლემების მოგვარებას, საინტერესო და ახალი ადამიანების გაცნობაში დაგეხმარებათ და აი ამ ყველაფერს მოერგება ჩვენი მედია. როგორც ხედავთ, ქვემო ქართლის მედია არ არის მხოლოდ ინფორმაციის წყარო, ეს არის ადგილობრივი კულტურის იდენტობისა და საზოგადოების ხმა. ბარდეულის რადიო აჩვენებს თუ როგორ შეუძლია ადგილობრივმა რადიო მიუხედავად შეზღუდული რესურსებისა იყოს საზოგადოებრივი ჩართულობის პლატფორმა, რომელიც გაძლიერებს თემის ხმას და აძლევს შესაძლებლობას თვითონ მოქალაქეს გააზიაროს თავისი პრობლემა ან იდეა. ბოლნისის საბჭოთა მედია გვახსენებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მედიის დამოუკიდებლობა და კრიტიკული აზრი. საბჭოთა პერიოდში მოსახლეობა იღებდა მხოლოდ იმას, რაც სახელმწიფოს აწყობდა, ხოლო თავისუფალი მედია სივრცის შექმნამ ხელი შეუწყო ადგილობრივ თემებზე ზრუნვას, ამბების გაშუქებას და მოსახლეობის გაძლიერებას. დღეს ქალთა რადიო კი არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, რომ მედია შეიძლება იყოს არა მხოლოდ ინფორმაციის გამცემი, არამედ ინკლუზიური განათლების მომცემი და ცვლილებების კატალიზატორი. აქ ხმა მიეცა ქალებს, ახალგაზრდებს და თემის ისეთ ნაწილს, რომლებიც ხშირად უცნობები რჩებიან სხვა საშუალებებით. ქვემო ქართლის მედია წარსულს აერთიანებს, აწმყოს და სამომავლო შესაძლებლობებს ქმნის. ეს მედია აძლევს ხმის უფლებას საზოგადოებას, აერთიანებს ეთნიკურ და კულტურულ მრავალფეროვნებას და არის ადგილი, სადაც თითოეული მოქალაქის ამბავი, ხმა და სურვილი შეიძლება გახდეს ნაწილი საერთო ისტორიისა. მე დღეისთვის გემშვიდობებით, მომავალ ეთერამდე, რა თქმა უნდა, და ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ იყავით ჩვენი მსმენელი.